გამარჯობა მეგობრებო. Ამ ვიდეოში აპკატკის გასავლელად ვეწვია საქართველოს სხვადასხვა წერტილებს. მოვინახულე რთველიანი კახეთი, ვიყავით დაშბაშის კანიონზე, სადაც გამოვცადე 240 მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდებული ველოსიპედი. ბაგით ვიდრიფტავით გუდაურის მთებში და ბოლოს, რა თქმა უნდა, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საბურავის კვამლიც დავაყენე. მოკლედ, დავიწყოთ. მოვედით მოკლედ გეზმოტრში. უნდა შევცვალოთ დღეს M6-ში ესეთი, როგორც იცით 500 კილომეტრი უკვე გავიარეთ და როგორც ზაქრო მითხრა, დაახლოებით 500 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეგვიცვალო პირველად ზეთი და ეხლა უკვე ოფიციალურად უკვე თავამად შემიძლია რომ დავიწყო ეგრეთ წოდებული აპკატკის გავლა, ანუ 2500 კილომეტრი დაგვრჩა გასავლელი. ძალიან მაგარი არის ის, რომ სერვიში ყავთ გოგონა, რომელიც შეცვლის ჩემს მანქანაზე ზეთს და ეხლა ჩვენ წავიდეთ, თან გაჩვენებთ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა პროდუქტებს გამოვიყენებთ. მე ვარ ის გოგო, რომელიც დღეს ჩემს მანქანაზე შეცვლის ზეთს. დღეს ძალიან კაი გამოცდილება გვექნება იმ თვალსაზრისით, რომ მე თვითონ მივიღებ მონაწილეობას ჩემი მანქანის ზეთის შეცვლაში და ზოგადად ვინც ჩემი მაყურებელია და ვინც მიცნობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მიყვარს ხოლმე ზოგადად ესეთი რაღაცების კეთება, იმიტომ რომ მე ბევრი არაფრის კეთება არ შემიძლია მანქანაში. ძრავში და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ელემენტარული რაც შემიძლია ჩემით გავაკეთო, ძალიან მიხარია ხოლმე. ეხლა სანამ პროცესზე გადავალთ და სანამ დავიწყებთ პროცესს, ასე ვთქვათ, და სანამ გამოვცვლით ზეთს, მანამდე მინდა გაგაცნოთ პროდუქტები, რა თქმა უნდა, რაც გამოვიყენებთ და რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ყველა პროდუქტი, რა თქმა უნდა, ირჩევა ხოლმე კონკრეტული ავტომობილიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. დავიწყოთ მოდი აი ამ პროდუქტით, იმიტომ რომ ზოგადად ზეთის შეცვლის პროცესით აი ამითი იწყება. ეს არის ძრავის გამოსარეცხი, მაგრამ დღეს ჩვენ ეს არ დაგვჭირდება, იმიტომ რომ მე ვიცი რაც მისხია, როგორც კი ძრავი ავაწყოთ, ეგრევე ლიქუმოლის პრემიუმ ხარისხის ზეთი ვიხმარეთ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი პროდუქტი იმისათვის, თუ თქვენ არ იცით თქვენს ავტომობილში რა ასხია, ან მოგიწიეთ რაღაც დაბალი ხარისხის ზეთის გამოყენება, ან ამერიკიდან ჩამოიყვანეთ ავტომობილი სამითო გზაში იდგა, რა თქმა უნდა არ გეცოდინებათ რა ზეთია და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის იდეალური ვარიანტი იმისათვის, რომ სანამ ზეთის შეცვლას დაიწყოთ, მანამდე გამორეცხოთ ძრავი, რომელიც მთლიანად მოაშორებს ჭუჭხსა და ნადებს და ფაქტობრივად სუფთა ძრავში ჩაასხავთ ახალ კარგ ზეთს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ არ დაგვჭირდება, იმიტომ რომ როგორც კი ძრავი ავაწყოთ, ჩვენ ლიქუმოლის პრემიუმ ბრენდის ზეთი გამოვიყენეთ. შემდეგი არის რა თქმა უნდა ზეთი. ზეთი, რა თქმა უნდა, ავირჩიეთ ვინკოდით და ეს არის სპეციალურად ჩემი ავტომობილისთვის წარმოდგენილი ზეთი ლიქუმოლის ხაზში. ეს არის 520 Special Tech-ი, რომელსაც აქვს BMW Long Life-ის 01 FE დაშვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შექმნილი. ზოგადად ნებისმიერ ავტომობილზე, რაზეც მობრძანდებით, ვინკოდით გადამოწმდება ლიქუმოლს, რომელი ზეთი აქვს მისთვის განკუთვნილი და ზუსტად იმ ზეთს ჩაასხავთ. ამიტომ არანაირი ფიქრი არ გექნებათ იმისათვის, ნეტავ შესაბამისია თუ არა ეს პროდუქტი და რაიმეს ხო არ დაუშავებს ძრავს, იმიტომ რომ არაფერს არ დაუშავებს. წარმოდგენილია ყველა ის, რაც უნდა ჩავასხათ, მოგეხსენებათ ამ ავტომობილში ძალიან ბევრი ზეთი მიდის და ბოლოს წინა პროდუქტი, რომელიც არის ასევე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ძალიან მნიშვნელოვანი მით უმეტეს ძრავისთვის და ჩემთვის იცით, რომ ძრავი როგორი სენსიტიური თემა არის, ეს არის კერატეკი, სერატეკი, ვინ როგორ ეძახის, მოკლედ ორივენაირად შეგიძლიათ მოიხსენიოთ, მისი მნიშვნელობა არ კარგავს, შინაარსის მნიშვნელობას არ კარგავს. ეს არის იმისათვის, რომ დაიცოთ თქვენი ძრავი, მეტალები ნაკლებად ეხახუნებოდეს ერთმანეთს და შესაბამისად მისი სიცოცხლის უნარი იყოს მეტად ხანგრძლივი. ეს არ გვჭირდებათ ყველა ზეთის შეცვლაზე, ერთხელ ჩაასხოთ, შეგიძლიათ დაახლოებით 3 ზეთის შეცვლა უკვე დასვენებული იყოთ, იმიტომ რომ ხანგრძლივი მოქმედება აქვს. თუ რა თქმა უნდა ძრავს არ გამორეცხოთ, თუ ძრავს გამორეცხოთ, გამოდის რომ ეს თავიდან უნდა ჩაასხოთ. და ბოლო არის რა თქმა უნდა გერმანული მანის ფილტრი, რომელსაც გამოვიყენებთ ჩემს ავტომობილზე. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ ის პროცესი, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს და ძალიან მიხარია. საკმაოდ მძიმეა მეგობრებო, მინდა გითხრათ და დაუმორჩილებელი. ახლა წარმოიდგინე, აქ რას გოგოები მუშაობენ და ესეთი ხმები რაზეც. ვაიმე, არ არსებობს. ხელი დამეს. ჩხილი მომწყდა და ეგეთი რაღაცები. ნახე რა ლამაზად გადმოდის. კიდე კაი შილაკი. საკეთებელი მაგ და ახალი გაკეთებული. ეხლა უნდა მოვხსნათ ფილტრი. რაც არც ისე მარტივი პროცესია ზოგადად ამაზე. ჩამოვიღე ფილტრი, მე ჩამოვიღე. ცედა.
ეგაც თან გადავიღოთ. ხო მე დინჯეს მე თავი მივარტყეს მე უნდა. მოკლედ ეხლა დაველოდოთ რომ ეს მთლიანად დაიწერიტოს, საერთოდ ცოტა კიდე ჩამოდის. ეს რომ ჩამოიცლება თავიდან ბოლომდე, დავუყენებთ ახალ ფილტრს, მერე ჩამოვწევთ მანქანას და მერე ჩავასხავთ უკვე სითხეებს, ანუ ზეთს და კერატექს, სერატექს. ეხლა შევცვალოთ ეგრეთ წოდებული შაიბა, ანუ საყელური ქართულად. მერე ვიღაც დამიწერ შაიბა, კი არა, მაგას საყელური ქვია. კაპოტზე რომ მეუბნებით, მაგას ძრავსახუპი ქვია, იმდენ თქვენ რა გითხარით, რომ ძრავსახუპს ეძახით ყოველდღიურად და ეს მე დაუმაგროთ ისევ იქ, სადაც ჰქონდა. შემდეგ თოვლი ვარტყი. დღეს უკვე მე რამდენად. 1-2 კოპი მაქვს ხო. ამასობაში ეს არის ფილტრი, აი სულ ახალი, გაზიზინებული. უი, რა მარტივი ყოფილა ეს. ეს ხო ბოლომდე უნდა ჩამოვიყვანო. მეც მწოდნია რაღაცეები. და აი ამით ესე ჩავსვათ შიგნით. უი, ეგ დამავიწყდა არა და ეგეც ვიცოდი მეგობრები. ეხლა მოვიწანთ ხელსაწყობინსებს რომ კარგად დავუჭიროთ, მისა. უი, ეს შერჩა ეს აღარწმე. არა, ახალი ვარ. ეხლა ბოც. მაქსიმალურად მოვუჭირო? всё, მანქანის ქვეშ დამთავრდა სამუშაოები. ეხლა ზევიდან ვიწყოთ. გადავწოვ ეხლა ამას. ავიღოთ ეგრეთ წოდებული ძაბრი. ეს უნდა. რატო ვერ ჩერდება? კაი. და ვიღებთ ჩვენს 520 BMW Long Life 0.1 FE-ს დაშვებით. ვიზავ. კენი. 10 უნდა ჩავასხათ ახლა? მე მგონია. და თურმე მე ითხოვს ხოლმე კიდე დამატებას. ემი ეგრე ყოფილაო. ხო იცი მე რო პირველად ჩავასხი და მე რო ამინთოდ ჩაამატეო. პანიკა დამეწყურეკა მეთქი ზაგრო ზეთი მომწყობა. მე ხო გაგატანე 1 ლიტრი რომ ჩაგეტანე ჩაგემატევინა. всё. ესეც ასე მეგობრებო. ესეთი იყო ჩვენი ზეთის შეცვლის პროცესი, ხო ძალიან მარტივია, ძალიან. მე ძალიან ვისიამოვნე და ძალიან დიდი სურვილი მექნება რომ ყველა ეს პროცესი მე თვითონ გავაკეთო ხოლმე. ეხლა ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ აქტიურად შევუდგეთ აპკატკის გავლას, იმიტომ რომ აქამდე რადგან 500 კილომეტრი მქონდა, ესე შორგზაზე წასვლა დიდად არ მინდოდა ხოლმე რა, ყველაზე მაქსიმალური რაც იყო, სადღაც აქ ქალაქგარეთ წავედი. ერთ ადგილას, მაგრამ ეხლა რადგან მაქვს საშუალება რომ წავიდე და აი 2500 კილომეტრი შევასრულო და ვიარო, წავედით ეხლა. მოკლედ მოვედის GT Line Detailing-ში, სადაც ფაქტობრივად თითქმის ბოლო პროცედურას ჩაუტარებთ ამ ავტომობილს და გავუკეთებთ ქიმწმენდას. ესე იგი, ავტომობილის გულზე ვიზრუნეთ, ვიზუალზე ვიზრუნეთ და ეხლა დაგვრჩა ის, რომ გავუკეთოთ ქიმწმენდა, რაც ნამდვილად ძალიან სჭირდება, იმიტომ რომ ნაცრისფერი სალონი არის და შესაბამისად ჭურჭყი აღებული აქვს ის, რაც ჩვეულებრივ სველი ტილოთში ვერანაირად ვერ მოშორდება, ჭირდება უფრო პროფესიონალური წმენდა, ამიტომ ავარჩიეთ ეს ადგილი, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა, მაგრამ ძალიან მაგარი სერვისი აქვს, ძალიან კარგი რეკომენდაცია მივიღე ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩემი ძვირფასი ავტომობილიც, რომელსაც შევაკუდი, რასაც ქვია, მოვიყვანე აქ იმისათვის, რომ ეს ბოლო პროცედურაც ჩაუტაროთ და შემდეგ უკვე სავარძლებს შევღებოთ და ამითი დავასრულებთ ფაქტობრივად ავტომობილის კეთებას. სანამ აპკატკაზე წავიდოდით, ასე ვთქვათ, შორგზებზე სამოგზაუროდ, მანამდე გადავწყვეტე, რომ ესეც მომეგვარებინა და მერე დავიძრათ, ამის მერე პირდაპირ ბათუმში მივიდივართ იმისათვის, რომ შეიძლება დიდი გზა გავიაროთ და მალე გავატაროთ აპკატკა.
კადრებში ნახავთ რა მდგომარეობაში არის სალონი ეხლა, მე ჩაუტარდება ქიმწმენდა და ნახავთ ასევე დასრულებულ კადრებსაც, როგორი გამოვიდა და როგორ შესრულდა სამუშაო. ამიტომ მეც ძალიან ველოდები, იმიტომ რომ ეხლა სალონი საერთოდ არ მოუწონს აი ესეთ მდგომარეობაშია. აი ამ ვიზუალიდან უცებ იმ სალონში შეჭედები ძალიან სხვადასხვაგან არიან და მაგ ყველაფერსაც ეშველება. მოკლედ ესე, ეხლა მივცემ საშუალებას გავეცლები და ბიჭები დაიწყებენ სამუშაოს და მე ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა. აი მაგალითად აი აქ კარნიზზე აი ეს დაბინძურება ვერანაირად ვერ მოვაშორე. ერთ შეხედვით გეგონება რომ სულ კილოს რო გადავუსვამ ეშველება, მაგრამ არა, ვერაფერს ვერ მოვაშორე საერთოდ. ეხლა იმედი ეშველება. აი ეს დაბინძურებებიც ნახეთ, ამასაც არ შველის არაფერი. არც ტილო, არც ჩოთქი, ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც შემიძლია ჩემი პირობებით გავაკეთე და პროფესიონალური წმენდით აბა როგორი გამოვიდა ჩემი მანქანა. დისკებს რა უქენს რომ მითხრათ? იმიტომ რომ დისკები ვისაც გახსოვთ ძალიან საშინელ მდგომარეობაში იყო და რითიც არ გაურეცხეს საერთოდ არაფრით არ ეშველა და თქვენ რა გაუკეთეთ? კონკრეტ რაღაცებს ჩაუტარეთ, ძალიან რთულად მოვასწრეთ, იმიტომ რომ კარბოკერამიკა რადგან დისკები დიდი ალბათობით ძალიან დიდი დაბინძურება ქონდა დისკებს. მოკლედ მოვასწრეთ ყველაფერი. მათ შეღება მაინც უნდა. ხო, შეღებას ვფიქრობ, მაგრამ ეხლა პირველ ეტაპზე გაურეცხავდი, მაშინაც არაფერი არ ეშველა და კაი, ახლა გამოვაღებ. ვაიმე, ან ჯერ რა სუნი დგას. ღმერთო ჩემო. ეს რა, ანუ საჭე რა, ასე მგონია ახალია, ეს საჭე ახალია, ახალი საჭე დაუყენეთ. აუ, ხო არ გადა. ღმერთო, ძალიან. ანუ იცი როგორ გამოიყურება, მართლა ახალივით ასე მგონია. იმას ჩავჯექი, რა ქვია, სალონის ავტომობილში ჩავჯექი, ისეთი სუნი და ისეთი სისუფთავე და სიწკრიალა და ხას ბზინოება თუ გაუდის ვიდეოში. საჭეს რა უქენით მართლა. ყველაფერი რაც არის მანქანაში, ტყავი, პლასმასები, ყველაფერი აღვადგინეთ პირველ რიგში, ფერი და მე დავაკერამიკეთ ყველაფერი ზევიდან 2 წლიანი. დაცული იქნება ეს 2 წელი კერამიკა. ტყავი მარტივად გაიწმინდება, აღარ დაიმტორება და ნუ ახალივით არის რა, როგორც თქვა იყო თავდაპირველ მდგომარეობაში, ისევ ისეთივე გახდა. სხვათა შორის სულ ეგ მაინტერესებდა თუ არსებობდა რამე საშუალება, რის შედეგადაც მტვერი ესე ძალიან აღარ მოედებოდა, იმიტომ რომ ანუ აი რა ვიცი, ძალიან რამდენიმე წუთიანია იმის გაწმენა, ანუ გადაწმენთ ფანჯარას ჩამოწევ და ეგრევე მტრუიანდება მთელი სალონი. შავი მანქანა მით უმეტეს თბილისში, როცა ფანჯარას ჩამოუწევ, ძალიან მარტივად იმტორება. ამიტომ კერამიკა ყველაზე კარგი რაღაც დააკერამიკებ და ნუ მარტივად ზრება ის მტვერი ისევ და აღარ ჟდება შიგნით. გასაგები? ანუ საჭეს რა უქნით იდეა კითხვაც. ანუ გულწრფელად ვამბობ, რომ ასე მგონია, რომ საჭე არ ჩავჯექი, ახალი საჭე იყო დაყენებული. ანუ ისე ახალივით გამოიყურება, გეგონება, რომ არ რა ვიცი, პარკი ახლა შემოხსნეს და მთლიანად ახალია. აუ ძალიან მაგარი. ეხლა ამას ერთადერთი რაც დარჩა, სალონის შეღებოა და მე მართლა ცენტრიდან გაყვანილი მანქანის იერსახე ექნება. ძალიან მაგარი. You're
მოდით ვინახში არის გამორჩეს მარია ვისკარი არ იღება და უნდა ჩაიწიო გადმოსახედო ხედავის ფერნის ლემში რამების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო სოცნების თეთრი ფებია ომში დაგანგუშავრემან ვაშკაცებს ელოდებიან ღრუბლებში ამაღლებული დგას ალავერდის ტაძარი გარსაფენია იყალთო საჭრდილი უზარმაზარი რუსთველის სიბრძნის აგვანი გადაქვეყნათ სხვა ძარი Čemo kaherko შემდეგი დანიშნობის ადგილი არის წალკა კასლენში ვართ ჩამოსულები, სადაც რამდენიმე ექსტრემალური ატრაქციონია, რომელსაც გამოცდასაც ვაპირებთ. ერთ-ერთი გახლავთ ველოსიპედი, რომელიც პირდაპირ უფსკროლის თავზე გადის, ასევე არის დიდი საქანელა პირდაპირ ხიდზე და კარტინგები, რომელზეც ნიარზე სამჯდობარ. მე არა. მარა წავედი. მადლობა. ვაიმე. მეგობრებთან მოგიყვებით ამის შეგრძნებებზე როგორია. ანუ ამბობენ რომ აი თან რო ლაპარაკობთ ამბობენ რომ არ გაგაყირავდება უწონასწორობისა და სული აქვს რომ არც გვერდზე წავართ. არა პოძრავს. დაბოჩხეთო არ მინდა. ავედით გაჟულობთ. კაც ქონა და თუნდაც პედებს დაატრიალო თუ გინდა ხელის გას მიწოდნელები ტრიალი არ მინდა. მე პანიკას არ უნდა აუყვე, თორე მე უარესია. იმედი მე გონი რომ უკანაგდადა სამგზავრო წამოვიდე. თან ცოტა ქარია და მაქანავს. წეღან მარიამი ღმერთო ჩემო. ტელეფონი წამოიღო და შუა გზაში ანუ გაჩერდა და თალიფებს ვიდეოები და გიშია ეგ ეს ხოლო მე რო ამ ატრაქციონზე დავჭერდი. იმიტომ რომ ანუ ეხლა სულიერტის პანიკის ნიადაგზე შეიძლება რომ აი და შეიძლება გადახდეს აიდან და ცოტა ხუთი რომ მოხდეს თუ გახსოვთ ხოლმე ყოველდღიური გოგო იყო. წავედი თვარი მსახში. ქალი ბაიკერი ხარ, გოგო ისი გეშინია, ნუ გადამ. აუ, იქ მიწაზე მაინც დავდივარ, თუ გადავარდი, ბაიბერი გავხოხიავრე და. და საწახო მე. აკაც მიწას არაცდა. ჩამოიგე. მიწას ნახტივადა. მიწას არ პრინციპში, აქ მიწაზე დაწვევს, გავიგებ, სანამ ჩავალ მიწამ და იქამდე დავასრულებ სიცოცხლეს. კაცო მარტო. ой. Вайне, Мария. Вайне.
მარცხენა ხელი ცუდია იყო. ყოველთვის ვიწოდი რომ მარცხენა ხელი და დაწინდა. უკეთესად ვატარებ ხოლმე. ამიტომ მარცხენა ხელი მოსახლეობის შემოსავალი იყო. გადმოვიდე. ფორმულების მძღოლი უნდა გადმოვიდე. არ გახარ. იძან. ეხლა ჩაფიქრე დავახეთქე და გავრეგებული პიროდი. დავბრუნდით ისევ გეზმოტორში, ერთი მანქანითაც და მეორე მანქანითაც. როგორც იცით, რავი რომ აეწყობა და ზეთი ჩაისხმევა, შემდეგ 500 კილომეტრზე იცვლება პირველად ზეთი და ეს გავაკეთეთ ვიდეოს დასაწყისში. მაგის მერე გავიარე მაგ შესვლიდან 1500 კილომეტრი, ეხლა კიდევ უნდა შევუცვალოთ ემს ზეთი და всё. ეგ იქნება ისეთი, რომელთაც მე შევუცვლია 5-6000 კილომეტრი გაიაროს და მეორე სერიას რაც შეეხება, ხუნდები გვაქვს შესაძლებელი მაგაზე და ბარემ ერთად მოვიყვანი ორივე ბოლში ექიმთან და ეხლა მივხედავთ ორივეს. იგი მეორე სერიაზე დავაყენებთ Brembos სამუხურჭე ხუნდებს. Unboxing-ი შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ასე გამოიყურება. ეხლა ნახოთ როგორ გამოიყურება, რას მოხსნიან. ამასობაში გვერდით მიმდინარეობს ემის ზეთის შეცვლის პროცესი, რომელშიც რა თქმა უნდა გამოვიყენებთ Liquimolis 520 ზეთს, რომელსაც აქვს BMW Long Life knowledge დაშვება როგორ რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ როგორი ზეთი ჩამოვა 1500 კილომეტრიანი ზეთი და ფილტრით ვნახოთ როგორი ფილტრი იქნება. აი მე რა ვსკარო. ბალიში უნდა იყოს აი ამ ხელა და ამ ხელა. აი მე და ხუნდის შეცვლა ეგეთი მარტივი პროცესი კი არ ყოფილა, რომ უბრალოდ მოხსენი გავუკეთოთ. თურმე რა ვიცი, იმდენი რაღაცეები გვაქვს აქ, საშუალებები სხვადასხვა, სად არის კიდე ისინი. აი ეს მოკლედ ზამბრო რაღაცები ხდება თურმე გაწმენ და შეპასტვა და რაღაცეები. ეხლა ამას ესე მივასხა. BMW-შნიკ ქალსა ეს ხელები უნდა ქონდეს. მოკლედ, ეხლა ეს ნახეთ რა არის. ეს პასტა უნდა წაუსვათ აი ამაზე, იმიტომ რომ აი აქ რო ჩაისმევა, ხმა არ ხონდეს მოძრაობის დროს. დავხსნათ. გათავდა აღარ თავას ხოცეთი. ეს ეხლა წაუსვათ ჟანგისგან დამცავი პასტა. всё. ზეთი შეცვლილია. წავედით ახლა დარჩენილი 1000 კილომეტრის დასაწერად. ვივსებით ახლა საწვავით იმისაც რომ გავაგრძელოთ აპკატკის გავლა და მთელი ამ ხნის განმავლობაში და არა მარტო ჩვენი თანამგზავრი იქნება რა თქმა უნდა სოკარი და ზოგადად რომ ეკითხებიან ხოლმე რომ სოკარს როგორი საწვავი აქვს მე მგონი ყველაზე კარგი პასუხი ეს არის რომ ჩემს ახალაწყობილ ძრავში ვასხავ ზუსტად სოკარის სუპერს იმიტომ რომ აქვს უმაღლესი ხარისხის საწვავი. აქვე მინდა ძალიან კარგი ინფორმაცია მოგაწოდოთ ვეიმარტის 15 წლის იუბილეისთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანია აქვს 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ეკნებათ დაახლოებით 3000 დასახელვის პროდუქტზე ფასდაკლება და ასევე ექსკლუზიურად რასაც წარმოადგენენ და აი ამ ფილიალში რომელიც დიღომში მდებარეობს დიღმის ტრასაზე შავი სოკარი რომ არის მან ეკნებათ ესეთი გათამაშება 50 ლარის საწვავს თუ ჩაასხამთ შებრძანდებით და იქნება ესეთი ბორბალი რომელსაც დაატრიალებთ და 12 პროდუქტიდან ერთ-ერთს მოიგებთ და ძალიან მაგარია ამიტომ თუ საწვავის ჩასხმას აპირებთ და მოხვდებით დიღომში აუცილებლად სოკარის ამ ფილიალში ჩაასხეთ იმიტომ რომ ძალიან კარგი საჩუქრები გელოდებათ ეხლა ჩვენი აუზიც გაივსება და დავიძრებით, სად მივდივართ, მაგას ნახავთ ვიდეოში. რა მხელა არჩევანია? აი ამას ავარჩევ მე. ამას ავარჩევ მე მოკრძალებულად, მაგრამ ეს მირჩევნია შოკოლადი. მადლობა ძალიან დიდი. მოვედით გუდაურში. პირველად ვარ
არაზამთარში გუდაურში და პირველად ხედავ ესე არათავლიან მთებს და რაღაცნაირად ცოტა მეხამუშება. მოკლედ ტყუილად ხო არა მოვიდოდით ახლა გუდაურში, კაი მანძილი გავიარეთ. ეხლა აქ დავჩავალთ, უკვე შესრულდება 3000-ზე, ახლა რაღაც ხო უნდა გავიკეთებინე რა. წავალთ მოკლედ ბაგის ტურზე და გამოვხდით ექსტრემალურ მოგზაურობას ბაგით. ეხლა გაჩვენებთ თან ვინ გვიმასპინძლებს ამ ყველაფერზე. ეს ბიჭები აქ არიან, აქ და ყაზბეგში აქვთ როგორც ვიცი ლოკაცია, საიდანაც ატარებენ ბაგების და კვადროების ტურებს და არიან თან ძალიან გამოცდილები, ამიტომ თუ ვინმეს გინდათ რომ ეს გამოცდილება მიიღოთ, ან სტუმარი ყავთ ცხოიდან ჩამოყვანილი, ან უბრალოდ არ ვიცი, თქვენი მეგობრების თუ ვისიც გინდათ, წამოყვანა გინდათ რაღაც აქტივობით დაკავება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი აქტივობა და აი თქვენთანაც ნახავთ ახლა. უბრალოდ ახლა ჩემ თავზე მეშლება ნერვები. სად მქონე ჭკუა, ესე თხლად ჩაცმული რომ მოვდიოდი გუდაურში. ღმერთო ჩემო, მეთქი მზეა კარგია მინდია, რასაც ჭირვა უფრო თბილად ჩაცმა და ეხლა ვიყინებიან მანქანა ყავს შედაუცო ჩააგდე რა რამე ტანსაცმელი. ეხლა ხო ვიყინები და წარმოვიდგენია ბაქში ჩავსხდები და ის რომ სიჩქარით წავა, მე საერთოდ რა მომივა. იმედია ვიდეოს რომ დავასრულებთ, ცოცხალი ვიქნები. გადავრჩი. მიშასთან ეს წეს აღმოაჩნდათ ხუდი ლიდერსპორტის წარწერით. ეს ლიდერსპორტის უნებური რეკლამა გამოგვივა ვიდეოში, მაგრამ ეხლა ისე მცივა. არ ვიცი, ეშმაკსაც რეკლამას გავუკეთებდი, აბა. იხდება? მეგობრებო, ეხლა ძითით სად ვიმყოფებით? ჯერ ვიტყვი რომ დღეს არის 31 ოქტომბერი და აი ამ ხელა თოლში დგავართ. ეს არის ზუსტად ის ტრასა, სადაც ზამთარში თქვენ სრიალებთ ხოლმე და ჩვენ ვართ ეხლა აქ ბაგით ამოსულები. ჯორჯია ქვად არის ჯგუფი, რომელიც აორგანიზებს ესეთი სახის თუ ხედავთ რამეს, რა ვიცი, ეს ტალახებში ვიარეთ, რომელიც აორგანიზებს ესეთ ტურებს. და არის ძალიან მაგარი გამოცდილება და ყველა უნდა გამოსცადოთ ერთხელ მაინც. არა, ერთხელ რას გეყოფოთ, კაცო. ბევრჯერ. ანუ მოდალაღიოდი მომერტო. აუ, ძალიან მაგარია. და ძალიან ლამაზია. მიუხედავად რომ ეხლა ისეცია, ღმერთო ჩემო. იმ კომპანიას მადლობა, ვინც ხუდია ჩუკა მიშასა. დღეს მე მოცია, თორე აქ მართლა გავიყინებოდი, მე ისე თხლად ვარ წამოსული. აუ, ძალიან მაგარია. Mano, miaczeki! Mini mano! მოკლედ მეგობრებო, ეხლა ის მომეწონა რაც გავაკეთე აქ ბაგი და ისეთი სასიამოვნო იყო და ისეთი მარტივი გასაკეთებელი, რომ ეხლა მე რო აქედან დავიძრები, რომ ჩავალთ მანქანასთან თბილისში, რომ ჩამოვალ, აპკატკა გავლილი მექნება და აი აქედან ეხლა პირდაპირ წავედით რუსთავში, იგივე უნდა გავაკეთო ჩემი მანქანით, რაც ეხლა აქ ვაკეთე მინდიას ბაგით. წავედით. მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ახლა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც შეგვიძლია უკვე გამოვცადოთ ეს მანქანა, როგორია, რა შესაძლებლობები აქვს და რეალურად რა სიამოვნების მონიჭება შეუძლია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ტრეკზე რასაც იზავს ეს ავტომობილი, იმის იქით ქალაქში ამ მანქანას მაქსიმუმის მონიჭება საერთოდ არ შეუძლია, იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურობაში გულწრფელად ვიტყვი, ახლა როგორც ამ მანქანის პატრონი, რომელიც დაახლოებით უკვე ხო 2 სრულითვეა დავდივარ ამ ავტომობილით. აი ეს ჩემი მიკროფონია, მანამდე გეტყვით, რომ ჩამოვედი რუსთავში, მაშინ აღმოაჩინა სამწუხაროდ მიკროფონი დამრჩა სახლში და სანამ რუსთავიდან მე თბილისში სახლში ჩავედი და უკან დავუბრუნდებოდი,
აზრი აღარ ქონდა, ამიტომ ეს არის ახალი თაობის მიკროფონი, რომელსაც გამოვიყენებ დღეს. აი ესე კრიტიკულ სიტუაციებში შეგიძლიათ ეს ხერხი იხმაროთ ხოლმე. გეტყვით ახლა როგორია ზოგადად ემის ყოლა გულწრფელად, ყველანაირი შელამაზების გარეშე და იმედია რომ სხვა ემის პატრონები ამის გამო არ დამძრახავენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რეალობა, ანუ ჩემი ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია და სუბიექტური თუ ობიექტური ეს თავად შეაფასეთ. ყოველდღიურობაში ქალაქში ეს ავტომობილი არის საკმაოდ არაკომფორტული. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი პირველი, ძალიან მძიმე, საკმაოდ მოუქნელი, აი ქალაქში რომ იწევდა ამითი გადაადგილება, მარტო იმ შემთხვევაში მივიდიოდი ხოლმე ამითი, აი თბილისში რა შიგნით, თორე ქალაქგარეთ როცა წავედი, ძალიან კარგი იყო და ძალიან სასიამოვნო. ვიტანჯებოდი, აი ვცდილობდი რომ თუ საქმეზე უშუალოდ ამ მანქანით არ ვიყავი საჭირო მისასვლელი, ამ მანქანით არ წავსულიყავი და მივიდიოდი ხოლმე მეორე სერიით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მეორე სერიაზე კარგი მანქანა არ ვიცი არსებობს თუ არა, თავისი ზომიდან, თავისი მოქნილობიდან, თავისი სირბილიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ნუ ვინც ჩემი მიმდევარია Instagram-ზე კი ეცოდინება უკვე ჩემი ეს პოზიცია, მაგრამ ვინც არა, იმათ გეტყვით რომ ხო, ქალაქში ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ გამოვცდით ახლა როგორია ტრეკზე, პადოკზეც გამოვცდით, დიდ ტრასაზეც გამოვცდით, ანუ ჩავაჭერთ და ვნახოთ როგორი აჩქარება აქვს. პადოკზე ვეცდები რომ გავაკეთო ეგრეთ წოდებული დონატები, რომელიც სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს არ გამიკეთებია და ეს მანქანები პირველი რომითაც ამას ვუცდი. ასერ გეტყვი გული მიფანცქალებს ეს რომ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ავტომობილის მეოთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ეს არ მინდა რაღაცა ეგეთი ვაკადრო, მაგრამ ნუ მაგისთვის არ შექმნით თქვენს ყველანი ამას ელოდებთ. მოდი დავიწყოთ შეჯამებით და ეხლა მადლობების კასკადი უნდა გამოვიშვა ყველა იმის მიმართ, ვინც იყო ზოგადად ამ პროექტში ჩართული. ზუსტად 7 თვეა, რაც მე და ამანქანას ერთად გვიწევს ცხოვრება. ძალიან ბევრია 7 თვე და როდესაც შემოვიყენებთ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 7 თვე მოგვიწევდა ერთად გატარება და ეს პროექტი ამდენი ხანი გაგრძელდება და უბრალოდ რიგი მიზეზების გამო, ვინც დაადევნებდით თვალყურს ჩემს ვიდეოებს, ყველას გემახსოვრებათ რა რატო მოხდა, რატო გამეწელა ძრავის აწყობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ხო, გაგვიხდა 7 თვე და პირველი ვისაც ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი, ეს არის Trust Import-ი, ჩემი გენერალური სპონსორი, ვინც ჩამოიყვანა ეს მანქანა და მთელი ამ პროექტის განმავლობაში იყო ჩემი მხარდამჭერი, ჩემი გვერდში მდგომი და ვისი დამსახურებითაც მართლა, აი ეს კრიტიკული მომენტები, როდესაც მქონდა რომ უკვე ძალიან მაშინებდა ეს პროექტი, მამშვიდობდა ის, რომ ეს კომპანია იყო ჩემს გვერდით და არ ვიცი, ყველას გისურვებთ ასეთი სახის გამართლებას ცხოვრებაში, რამდენადაც მე გამიმართლა, რომ ეს კომპანია ჩემთან არის უკვე წელიწად ნახევარია, ხო? და იმედი კიდე ძალიან დიდი ხანი ვიქნებით ერთად. მოდი, რადგან კომპანიით დავიწყე სპონსორებს მივაყოლებ და ასევე ძალიან დიდი მადლობა Gaze Motors, რომელმაც უზრუნველყო, რომ ჩემს მანქანაში ხარისხიანი პროდუქტები ყოფილიყო გამოყენებული, საცხებ-საპროხ საშუალებებს გულისხმობ და ესეც დიდი იმედი იყო, ასე ვთქვათ, რომ ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით იყო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა აი ამ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად უმაღლესი ხარისხის პროდუქტები გამოგვეყენებინა იმ ძრავში, რომელიც საკმაოდ სათუთი, მოსაფერებელი და საკმაოდ არის ძალიან ძვირიანი გამოდგა. ძალიან დიდი მადლობა სოკარს, რომელიც ასევე იყო ჩემი მხარდამჭერი და გვერდში მდგომი და ხარისხიანი საწვავით გვამარაგებდა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სოკარი სუპერი იყო ის საწვავი, რომელიც თავიდანვე, როგორც კი აიწყოს მანქანა და დაიწყოს სიარული იქიდან ამ წუთამდე ვასხავდით და ყოველთვის ეგრე იქნება, სანამ ჩემთან ერთად იქნება ეს ავტომობილი და ეს არის ყველაზე კარგი პასუხი იმაზე, როდესაც მეკითხებიან, როგორი საწვავი აქვს სოკარს. ძალიან კარგი, მე სოკარის ლაბორატორიაშიც ვარ ნამყოფი, სადაც დეტალურად გაგვაცნეს აბსოლუტურად ყველაფერი რა გზას გადის საწვავი, როდესაც საქართველოში შემოდის, როგორ შემოწმებას და ასე შემდეგ, რის შედეგადაც მე მოდის უკვე ჩვენთან, ანუ ნამდვილად ხარისხიანი საწვავი და ძალიან დიდი მადლობა Little Trees, რომელიც მე მგონი უკვე 3 წელია ჩვენი პარტნიორია და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ როდესაც ვიყავი მე ძალიან პატარა დამწყები იუთუბერი და ძალიან ცოტა გამომწერი მყავდა, იმ დროიდან გამოთქვა ამ კომპანიამ ჩემთან თანამშრომლობის სურვილი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმის რომ დღემდე კვლავ ჩვენთან ერთად არის და არის ჩვენი მხარდამჭერი. ძალიან დიდი მადლობა მაყურებლებს თქვენ,
იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხნევებდით, ჩემს გვერდით იყავით, აი ეს ძალიან ცუდი ეპიზოდები და მომენტები, როდესაც მქონდა თქვენი კომენტარები, რომ სადაც თქვენ მხარს მიჭერდით, მომხნევებდით, რჩევებს მაძლევდით, ან შეიძლება მაკრიტიკებდით, აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან მეხმარებოდა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ეს პროექტი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო კონტენტი თქვენთვის, და როდესაც ხედავდი, რომ მაყურებელი უყურებდა, აქტიურობდა, არიშურებდნენ კომენტარებს, ლაიქებს და ასე ეს იყო ყველაზე დიდი სტიმულის მომცემი. მე ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამიც მაქვს, რომ ვიყავი იმ ზღვარზეც, როდესაც ვფიქრობდი, რომ ეს მანქანა გამეყიდა, საერთოდ ნაწილებად მომეშორებინა თავიდან, იმდენად კრიტიკული მომენტი იყო, მაგრამ ერთადერთი მაშინ, რითიც გადავწყვიტე, რომ ამას არ ვიზამ და ბოლომდე მივიყვანდი პროექტს, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, იყავით თქვენ, რომ თქვენთვის რაღაცა შეპირებული პროექტი შემესრულებინე ბოლომდე და ძალიან დიდი მადლობა იმ ძალისთვის, რასაც მაძლევდით და ვინც ახლა მიყურებთ და არ გაქვთ არხი გამოწერილი, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ გამოიწერთ არხს, იმიტომ რომ თქვენთვის ერთი არხის გამოწერა მართლა არანაირი ძალისხმევასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ იუთუბერისთვის კონტენტ კრეატორისთვის არის ეს უდიდესი ძალა და ის რისთვისაც იღწვის ზოგადად ამ პლატფორმაზე. ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ზაქროს, ვინც იყო ჩვენი ძრავის ხელოსანი და რომელიც ასევე ძალიან დიდი იმედი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად საბოლოო ჯამში ზაქრო უკვე არის ჩემი მეგობარი და არა უბრალოდ ადამიანი, რომელმაც მომსახურება გამიწია, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში მას შემდეგაც რაც ძრავი ავაწყვეთ იქ რაღაც იყო, ყოველთვის იყო ჩვენს გვერდით და ყოველთვის მზად იყო რომ დახმარება აღმოეჩინა და ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი და არა უბრალოდ ადამიანი, რომელსაც რაღაც ფულს უხდი იმისათვის, რომ რაღაცა კონკრეტული საქმე შეგისრულოს და ასევე მადლობა უნდა გადავხადო აუცილებლად ფრედისა, ვინც BMW-ს ფლობს აბსოლუტურად ყველა მისთვის დარწმუნებული ვარ ფრედი, იმიტომ რომ ძრავი რომ გამოვცვალეთ, მაგის შემდეგ მანქანამ დაწერა რომ ტურბინისა და კულერის პომპა იყო შესაძლებელი, წავედით ფრედისთან, მე წამოვედი ზაქროსთან, ფრედისთან, ზაქროსთან და ესე დავდიოდი და ხო ფრედის დაგვეხმარა ამ ყველაფერში, რომ ეს ყველაფერი აღმოგვიფხვრა და ბოლოს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ჩემს ოპერატორს, რომელიც ახლა კამერის უკან დგას, იმისათვის, რომ ყოველთვის იყო ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად ათენებდა და აღამებდა ელიავაზე. ძალიან ბევრი დამეთანხმებით ამას არ გააკეთებს. კაი, მიშა არიტი რომ ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი უბრალოდ შენთან არის იმისთვის, რომ შენ კონკრეტულ გასამრჯელოს აძლევ, ის ესეთი თავდადებით არ მოიქცევა, რომ ერთხელ ძრავი რო დავშალეთ, მაშინ დილის 7 საათზე დავასრულეთ ძრავის დაშლა, დილის 7 საათზე წამოვედით ელიავა და მიშა მივიდა დატენა ტექნიკა და 8 საათზე წავიდა გადაღებაზე. ეხლა თქვენ თვითონაც მიხვდებით, რამდენად თავდადებული ადამიანია ის იმ საქმისთვის, რასაც აკეთებს, ამიტომ მიშა აქედან ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს რო ნახა. ვიდეო ტირის, კაი ხო, კაი, ნუღატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა ლუქს ავტოს, რომელმაც იზრუნა ჩვენი მანქანის ვიზუალზე. და როდესაც მე დავუკავშირდი და ვუთხარი რომ მოტოციკლიც მანდ გავაკეთეთ და მანქანა რომ ჩამოვიყვანე და დავუკავშირდი ლუქს ავტოს დამფუძნებელს აკაკის და ვუთხარი ამ პროექტის შესახებ, ეგრევე მზადყოფნა გამოთქვა რომ რა თქმა უნდა ჩვენო შენს გვერდით ვართო და რომ მივედი დაჟე ისეთ რაღაცა მითხეს, მოდი ესენც გავუკეთოთო, რომ ისიც თხოვნაც მე ვერ ვთხოვე. მეთქი თვითონ თუ იტყვიან კი ბატონო თქო და არა თვითონ შეაფასეს და თქვეს რომ მოდი ესეც გავუკეთოთ იმისათვის რომ სრულყოფილი მანქანა გამოსულიყო და მართლაც ეგრე მოხდა. ძალიან დიდი მადლობა GT Detailings, რომელმაც ქიმწმენდა ჩაუტარა ჩვენს ავტომობილზე, ძალიან მაგარი გუნდი მუშაობს. კი ნახეთ ახლა თქვენ კადრები როგორ გავერთეთ ამ ქიმწმენდის პარალელურად და მართლა ძალიან კარგი გამოცდილება იყო და ძალიან მიხარია და ძალიან დიდ გამართლებად ვთვლი იმას, რომ ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისთანაც მქონდა შეხება და ვინც მეხმარებოდა აი ამ ყველაფრის კეთებაში, ანუ ყველა იყო რატომღაც ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან გულისხმიერი, ძალიან მეგობრული და არავისთან არ მიგრძნია თავისე, რომ ანუ ის რაღაცა უგულოდ უდგებოდა საქმეს, ან იმისთვის აკეთებდა, რომ ან რეკლამა გაგვეკეთებინა, ან ფული უნდა გადაგვეხადა უბრალოდ. აქვე გეტყვით ერთ ამბავსაც, რომელიც ალბათ ბევრისთვის სამწუხარო იქნება და ჩემთვისაც რაღაც თვალსაზრისით სამწუხაროა. ეს ვიდეო რომ დაიდება, ეს მანქანის გასაყიდად დაიდება, იმიტომ რომ თავიდანვე, როდესაც ეს მანქანა ვიყიდე და როდესაც ვეძებდით, გათვლილი იყო და ჩაფიქრებული იყო ის, რომ ეს უნდა ყოფილიყო კონტენტის მანქანა. ანუ უნდა ჩამოგვეყონა, გაგვეკეთებინა, ვიდეოები გადაგვეღო, კონტენტისთვის შევიძინეთ მხოლოდ და მერე უნდა გაგვეყიდა.
მართალია უკვე რაღაცნაირად სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ მანქანის მიმართ, ანუ სხვანაირი სიყვარული მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაუწვალდით და ბევრი ცუდი მოგონებაც უკავშირდება, საბოლოო ჯამში ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ჩემი ხელით არის და ჩემი ძალისხმევით არის ყველაფერი გაკეთებული. ნაწილებზე სიარული იყო თუ რა იყო, აბსოლუტურად ყველაფერს მე ვაკეთებდი დამოუკიდებლად და ხანდახან მეუბნებოდნენ ხოლმე ჩემები, რომ აი სირცხვილი არ არის, იფიქრებენ, არავინ არ ყავს ძმა, მამა და ასე შემდეგ, ანუ ყველა მყავს და ყველა მზად იყო, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი ეკეთებინა ჩემს ნაცვლად, მაგრამ მე მინდოდა რომ მე თვითონ გამეკეთებინა ეს ყველაფერი და მართლა თამამა და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი მარტომ გავაკეთე, უბრალოდ აი იმ ადამიანების დახმარებით და ჩართულობით, ვინც ჩამოთვალე წეყან. რა დაჯდა ახლა ეს პროექტი, ალბათ ეს ყველას აინტერესებდა აბსოლუტურად და ყველა ვიდეოში ეს კითხვა იყო, რომ რა ჯდება და რა დაგიჯდა და ეს და ვერასდროს ვერ ვცემდი ამაზე პასუხს, იმიტომ რომ არასდროს არ იყო ხარჯები დასრულებული. რეალურად ეხლაც არის სალონის ნაწილი გვაქვს დარჩენილი, სალონი უნდა შევაღებინო, იმიტომ რომ ადგილ-ადგილ ტყავი არის დახეთქილი და ეს მინდა რომ სრულყოფილი სახე მივცა და ესე გადავიდეს ახალი პატრონის მფლობელობაში. ერთი რასაც ვიტყვი, რომ დაიდება გასაყიდად თქვენც ნახავთ რა ფასი ექნება, უბრალოდ მანამდე პატარა განმარტებას გავაკეთებ იმას, რომ ფასი იქნება ზუსტად ის, რაც მე თანხობრივად დამიჯდა ეს მანქანა. მაგ ღირებულებაში არ იქნება შეყვანილი ის, რაც მაგალითად მე ბარტერული თანამშრომლობით მივიღე, რაღაცები ნაცნობობით მივიღე, მეგობრობით და ასე შემდეგ, რაღაცებში რომ თანხა არ გადავიხადე, ეგენი არ შემყავს. შემყავს ამის თვითღირებულებაში მხოლოდ ის, რაც თანხობრივად არის გადახდილი, რაც ფული რომ ამოვიღე ჯიბიდან და მივეცი და ვიყიდე და რაღაცები ფასტაკლებითაც რო ვიყიდე, ნუ არ არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული, მარტო ის, რაც გადავიხადე თანხობრივად, იმიტომ რომ არც თავიდან და არც ამ წუთას ამ მანქანის და ამ პროექტის გაკეთების მიზანი არ ყოფილა ის, რომ ამ მანქანიდან ფული მეშოვნა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს იყო მხოლოდ კონტენტისთვის წამოწყებული პროექტი. ამიტომ ეხლა ერთადერთი სურვილი და მიზანი არის ის, რომ რაც ჩავდე და ჩავაბრუნე ამ მანქანაში უკან ამოვაბრუნო და ამოვიღო იმისათვის, რომ ახალი რაღაც გავაკეთოთ ისევ YouTube-ზე, ისევ კარგი კონტენტისთვის და იმისათვის, რომ უფრო მეტად კარგი და ყურებადი ვიდეოები გამოგვივიდეს. ხო, ვთქვა რა ეღირება, მოდი არ ვიტყვე პირდაპირ განცხადება, ნახეთ რომ დავდებ. მაგრამ ხო შეგიძლიათ ჩათვალოთ და ვინც ამ მანქანას იყიძა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ღირსეული პატრონი გამოუჩნდება რომელიც მიხედავს მოულის და არ მოკლავს ამ მანქანას შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ფაქტობრივად ვიღაცამ თქვენს ნაცვლად იშრომა უამრავი დრო ენერგია ნერვები ჩაანთხია შიგნით ფული გადაიხადა და თქვენ გაძლევთ იგივე ფასად რაც დაჯდებოდა ეს მანქანა უпростоრად რაც დაჯდებოდა არა იმაზე ნაკლებად იმიტომ რომ რეალურად ბევრად მეტი ზის ეს მანქანა როგორც გითხარით თავისი ბარტერებით და მეგობრობით და ასე შემდეგ. ძრავში ვინც უყურებდით ვიდეოს ნახავდით რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავუკეთეთ ორიგინალი მერჩინო რომ გადაგეხადა ბევრად ძვირი და ორიგინალი ყოფილიყო და ვინც იქნებოდა მისი მომავალი მყიდველი მასთან სუფთა სინდისით ყოფილიყავი რომ აბსოლუტურად ყველაფერი უმაღლესი ხარისხის გავუკეთე და არაფერზე არ მქონოდა სათქმელი ან მოსატყუებელი ხო საერთოდ ლაპარაკიზეთ მეტი არაფერზე არ მქონოდა სათქმელი რომ იცი რა არის აი ეს ამაში ფული დავზოგეთ და შედარებით იაფიანი არა ორიგინალი დავუყენთ ყველაფერი დავუყენთ აბსოლუტურად ორიგინალი და მაგიტო დაჯდა საკმაოდ ძვირი $7,000-საც და ამისი ძრავის აწყობა მარტო მაგრამ მაგის იგივე იმდენი წვრილმანი ხარჯი იყო რომ არ ვიცი ძრავის ნაწილები რომ ვიყიდე და რომ ვთქვი აუ ისე დავისვენე ახლა მეთქი ხარჯებისგან, აი რამდენჯერ ვინანე ეგ სიტყვები რო ვთქვი, იმიტომ რომ იმის მერე კიდე იმდენი ხარჯი გამოვუშვა ამ მანქანას და იმდენი რაღაცები გავაკეთეთ, რომ მე მგონი გაუსწრო კიდევაც ძრავის ღირებულებას. მე მგონი მეტი აღარაფერი აღარ არის ამ მანქანაზე სათქმელი. ეხლა ის გადაგვრჩენია დავიწყოთ, რისთვისაც აქ მოვედით და შემაჯამებელი დასამშვიდობებელი სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ვიდეოთი მთავრდება ამ მანქანაზე ვიდეოები. ხო, პირველი რაც მაინტერესებს არის რომ ჩავაჭერ როგორი შეგრძნება იქნება. აპკატკა რო გავიარე ამ მანქანაზე. რომ მოვდიოდი კახეთის გზატკეცილზე ვიყავი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა და რაღაცნაირად ხო შინაგანად რო გღრღნის რომ მეტი ხო არ ჩავაჭირო და ასე შემდეგ, მაგრამ გადავიფიქრე ორი მიზეზის გამო. პირველი ის რომ ისეთი პერიოდი იყო რომ მანქანები იყვნენ და უცბად ვიღაცა რო გადმოსულიყო პირველ წელში არ მინდა და რაღაცა ისეთი უხერხული და საავარიო სიტუაცია შემექმნა და მეორე რაც იყო ის იყო მინდოდა რომ
პირველი ჩაჭერა მქონოდა თქვენთან ერთად, აი აქ. და თქვენთან ერთად განმეცადა ეს ემოციები, ამიტომ მოვიმზადოთ ახლა. დავუშვიდეთ სულიერად და წავედით. ცივი რომ იყო, მაგიტომ მეფიქსავა და ეგრევე კარგად არ წავიდა. ამიტომ ეხლა მეორე თავიდან ვწდი. ეხლა თავიდან ვწდი და ნახოთ როგორი იქნება დავამსავებ გავახურებ საბურავს და თავიდან დავსტარტოთ, მაგრამ ნუ ეხლა ამას ეხლა ვცილ დალანჩვა ჭირდება და ასე შემდეგ რომ დაადგავ ეგრევე კარგად წაიღოს, მაგრამ ეგეთი პროფიტს მე არ ვარ სამწუხაროდ. ჯერ კაი, აუწიოთ ფენჯერა. ასე როვალ ვიტყვი. ასია! წამიღო. კაი. ვეზრა კარგი გასართობი. თარა მაგარია რომ ჩააჭერ და იცი რომ საფრთხოდ მიდიხარ და არავის საფრთხეს არ უყურებ. როგორი გამოვიდა? გული, ვიცი, აი აქ და კაი იყო. პროსტო იცი რა ის აქ რო სტარტავ თავიდან. აცურებს მანქანას რა, არ შეიძლება კეჭების ბრალია, შეიძლება გახურებული რო არ იყოს საბურავი მაგის ბრალიც არის. მოკლედ თავიდან რო ჩავადგა, ნუ ეგრევე რა თქმა უნდა არ მიდის და თან ცოტა მაცურავს და აი მერეკრებს სიჩქარეს რა და დრაგის აპარატი რო არ გქონდა ძალიან სულია, მაგრამ ეგ მე მაინტერესებს, აი ერთ მომენტში თქვი 100 როდესაც გახდა და დაახლოებით რამდენი წამში ავიხსნა. მე მთავარი ხო ემოციები იყო, რამდენი ხანია? 7 თვე ამას ველოდები, როდის ჩავაჭერა მანქანას, რომ აი ეს ემოციები წამოიღოს და ეხლა ამაზე მაგრად დრაგის ტრასაზე მაგრად პადოკი მაინტერესებს. დაბზრიალება მინდა მანქანის ბოლის დაყენება, იმიტომ რომ აი ეგ ნამდვილად არასდროს არ მექნება. ჩაჭერა ეხლა ამ გზაზე ხო ერთ-ერთი ჩემი მეორე სერით რაღაცები მეიქნია მე ეგ არის და აი ის არასდროს არ მექნება, ეგ წავით იქნება. ეს არის ჩათვალეს ჩემი პირველი მცდელობა, იმიტომ რომ ერთხელ მაქვს ნაცადი მეგობრის დრიფტ კარით, სადაც ფაქტობრივად ჩათვალ თუ არ მაქვს ნაცადი და ეს არის პირველი შემთხვევა და საკმაოდ უნერვიულად რამე ვქცევთან დასავალი. დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ვისაც არ გეკეთებიათ, არც მარტივი არის. ერთდროულად კონცენტრირდა საჭესა და პედალზე რომ გაზიდროვად ესე აძლია და თან საჭეს კარგად დაიკირო.
სრული ინფრასტრუქტურა. ანუ მეტი გაზი უნდა ვიცი და საჭი მეტად უნდა ავიღო აქ. ასე კაია, просто საჭი იმას კი მეტად იკითხულეზე თუ აღარ აქვს საერთოდ. მაგრამ არა უშო. მოკლედ ეს ვიდეო ამით დამთავრებულია. ეს პროექტიც ამით დამთავრებულია. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით მთელი 7 თვე ჩვენთან ერთად ამ პროექტის ფარგლებში და იმედია ისო ჩვენთან ერთად დარჩებით. იმიტომ რომ გეტყვით, რომ ამიერიდან გელოდებათ კიდევ უფრო კარგი ვიდეოები, არა მარტო ტესტ დრაივები, არამედ სხვა სახის ვიდეოებიც. და რა თქმა უნდა, როდესაც ამ პროექტს გავისტუმრებთ, ასე ვთქვათ, და როდესაც ეს ავტომობილი გაიყიდება, იმ ფულით ახალი პროექტი დაიწყება. ოღონდ უკვე მინდა რომ ცოტათი განსხვავებული პროექტი გავაკეთოთ. ანუ BMW-ზე აღარ. ხო და აი რა იქნება? მაგას ყველა ერთად გავიგებთ. დროებით გავკეთეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. და კომენტარეთ, იმიტომ რომ საწოლს რა თქმა უნდა ამ ვიდეოშიც გავათამაშებთ და მომავალ შეხვედრამდე.